წითელქუდა. იყო და არა იყო რა, ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა. მისებ ლამაზი ქვეყნად არავინ იყო. დედას უზომოდ უყვარდა, ბებიას კიდევ მეტად. დაბადების დღეზე ბებიამ შვილიშვილს წითელი ქუდი აჩუქა. მას შემდეგ გოგონა ყველგან თავისი ახალი ლამაზი წითელი ქუდით დადიოდა, რის გამოც მეზობლებმა წითელქუდა შეარქვეს. ერთხელ დედამ ღვეზელი გამოაცხო და გოგონას უთხრა: წითელქუდა, წადი ბებიასთან, ღვეზელი და ერბო წაუღე, თან გაიგე ხომ ჯამრთელად არის. წითელქუდა გაემზადა და ბებიასაკენ გასწია, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა. მიდის ტყეში და უცებ შეხვდა რუხი მგელი. მგელს ძალიან მოუნდა წითელქუდას შეჭმა, მაგრამ ვერ გაბედა. სადღაც ახლოს მეტყევეების ხმა ისმოდა. მგელმა ხმა დაირბილა და გოგონას კითხა: წითელქუდა, სად მიდიხარ? წითელქუდამ არ იცოდა, როგორი საშიში იყო ტყეში გაჩერება და მგლებთან ლაპარაკი. მგელს მიესალმა და უპასუხა: ბებიასთან მივდივარ, ღვეზელი და ერბო მიმაქვს. შორს ცხოვრობ შენი ბებო? კითხა მგელმა. საკმაოდ, უპასუხა წითელქუდამ, აი იმ სოფელში, წისქვილის იქით, ტყის პირას, პირველ სახლში. გასაგებია, თქვა მგელმა, მეც მინდა ბებია შენის მონახულება, მე ამ გზით წავალ, შენ კი აი იმ გზით წადი, ვნახოთ ვინ უფრო მალე მივა, თქვა მგელმა და ყველაზე მოკლე გზით მოკურცხლა. წითელქუდა კი ყველაზე გრძელი გზით წავიდა. არ ჩქარობდა, გზადაგზა ჩერდებოდა, ყვავილებს კრებდა და თაიგულს კრავდა. წითელქუდა წისქვილამდეც არ იყო მისული, რომ მგელი უკვე ბებიას სახლთან იყო და კარზე აკაკუნებდა. კაკუკ, ვინ არის? იკითხა ბებიამ. მე ვარ თქვენი შვილიშვილი წითელქუდა, უპასუხა მგელმა დაწვრილებული ხმით. სტუმრად მოვედი, ღვეზელი და ერბო მოგიტანეთ. ბებია კი ამ დროს ავად იყო და ლოგინში იწვა. მას მართლა წითელქუდა ეგონა და გასძახა. ურდული ჩამოსწიე შვილო და კარი გაიღება. მგელმა ურდული ჩამოსწია და კარი გაიღო. მივარდა მგელი ბებიას და გადაყლაპა. ის ძალიან მშიერი იყო, რადგან 3 დღე არაფერი ეჭამა. შემდეგ კარი დახურა, ჩაწვა ბებიას ლოგინში და წითელქუდას დაელოდა. მალე წითელქუდაც მოვიდა და კარებზე დააკაკუნა. კაკუკ, ვინ არის? იკითხა მგელმა. ხმა უხეში ჩახრინწული ჰქონდა. წითელქუდა შეეშინდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ალბათ ბებია გაცივდა და ხმაც იმიტომ ჩაეხლიჩაო. მე ვარ თქვენი შვილიშვილი, უპასუხა წითელქუდამ. ღვეზელი და ერბო მოგიტანეთ. მგელმა ჩაახველა და დაწვრილებული ხმით გამოზახა. ურდული ჩამოსწიე და კარი გაიღება შვილო. წითელქუდამ ურდული ჩამოსწია და კარი გაიღო. გოგონა სახლში შევიდა. მგელის საბანში დაიმალა და უთხრა: შვილო, ღვეზელი მაგიდაზე დადე, ერბო კი თაროზე შემოდე, შენ კი შემომიწექი, ალბათ ძალიან დაიღალე. წითელქუდა მგელს მიუწვა და ეკითხება: ბებია, რატომ გაქვს ამ ხელახელები? იმიტომ რომ კარგად მოგეხვიო შვილო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები? იმიტომ რომ უკეთ მოგისმინო შვილო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები? იმიტომ რომ უკეთ დაგინახო შვილო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები? იმიტომ რომ კარგად გადაგსანსლო შვილო. წითელქუდამ ხმის ამოღება ვერ მოასწრო, რომ ბოროტი მგელი მივარდა და ფეხსაც მელებიან წითელქუდიანად გადაყლაპა. მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს სახლთან მეტყევეებმა ჩაიარეს. ხრებზე ნაჯახები გაედოთ, ხმაური რომ გაიგეს, სახლში შეცვიდნენ და მგელი მოკლეს. შემდეგ მუცელი გაუჭრეს და იქიდან უვნებლად ამოიყვანეს ბებია და წითელქუდა. არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, გამოწერეთ არხი.